ყოფილი თავმჯდომარის თემასაც მე ახლა უბრალოდ თავაზობთ, მართლა მოულოდნელად გაჩნდა ამის შესაძლებლობა, რომ მოვისმინოთ ნიკა გვარამიას პოზიცია ამ თემაზე, ჩვენი ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ახლა მას აქვს შესაძლებლობა რომ შემოგვიერთდეს და შეგიძლიათ მოვისმინოთ ნიკა გვარამია ხშირად ერთვება ხოლმე, როდესაც უჭირს სიუჟეტს და ჩართვებს და კი ბატონო მოვისმინოთ. მოგესალმებით, თუ ვინმეს უჭირს, მათ შორის გონებრივად არის ბატონი მდინარაძე, ფაქტია ახლა ეს, რასაც ჩვენ მისგან ვისმენთ, ეს არც კვალიფიკაციაა, არც პოლიტიკური კვალიფიკაციაა და არც ახლა ამ დღეს უნდა უსმინო პირდაპირ ეთერში რა უნდა გავაკეთოთ. არ მისმინოთ და დატოვოთ ეთერი. არა, ეთერის დატოვება მე არ მჩვევია. თქვენ გადადიხართ ლანძღვაზე, რომ ეს ყველაფერი გადაფაროთ. აგებთ დებატებს რეალურად საკმარისად ვისმინეთ თქვენი აბსოლუტური იდიოტიზმი, ახლა მომისმინეთ მე. თქვენ მიჩვეული ხართ. და ახლა მომისმინეთ. დადგმებს ვინ არის? მიჩვეული ახლა მოგასმენინებთ. ახლა მოგასმენინებთ ვინ არის? ახლა მოგასმენინებთ ვინ არის დადგმებს მიჩვეული. ბატონი მამუკა მდინარაძის საადვოკატო, არათუ ყველაზე ანაზღაურებადი ადვოკატი არიყავით. არავის არ გაუგია თქვენი საადვოკატო მოღვაწეობის შესახებ არაფერი საერთოდ. თქვენ იყავით კლასიკური გამყიდველი ადვოკატი, რომელიც სახელმწიფოსთან თანამშრომლობდა და მთელი 4 წლის განმავლობაში ამის გამო მოხდა, ფულს იღებდა ამაში კლიენტებისგანაც და სახელმწიფოსგანაც, სუსის აგენტი იყავით, ჩვეულებრივი, მათ შორის ნინუას ადვოკატი იყო, რომელიც გაყიდეთ ჩვეულებრივი. ეხლა მომისმინეთ ბოლომდე ერთი წუთით რა. ახლა ეს რაღაცა მომისმინეთ ბოლომდე და მე გამეცით პასუხი რა. დაბრალებები მომისმინეთ ერთი წუთით და მე გამეცით პასუხი. იყავით სუსის ადვოკატი ჩვეულებრივად, ყიდით თქვენს კლიენტებს, რომლებიც სახელმწიფოს წინა ნინუას ადვოკატიც იყავით და ბოლომდე გაყიდეთ ის, ამაში აიღეთ ფული, ეს დაგიფასდათ და გახდით ქართველი ოცნების წარმომადგენელი. ვინ გავყიდე უკაცრავად? დაასრულეთ ერთი წუთი და მე მომისმინეთ და გამეცით პასუხი და მეც გავწევ. შეიძლება ნუყვირი ხარ პირდაპირ ეთერში არ აგავთ. ამის შემდეგ ორივეს მინდა. ამის შემდეგ ჩემი მორალური უფლებებს მე განსაკუთრებით ძალიან თემებს ეხებით. ეხლა და ქართველი შეეხება არ შეიძლება. მე ვისაუბროთ ვინ რა შეეხო რა. თქვენ თვითონ შეეხეთ იმას რომ მე ქთამი მივეცი ვიღაცას, ამიტომ ვერ გამაჩერებთ. ეხლა ტყილა და არა, ქთამი მივეცით არ გეუბნებით. ლაპარაკობთ არა ეხლა შეგეშინდათ რა ეხლა შეგეშინდათ მაგაში დამადანაშაულებით შიშე მე ლაპარაკობ თქმა უნდა თქვენ გელაპარაკებთ ეხლა შიშა რა ხარ ყველასთვის ცნობილია არც ადვოკატად ვარ გიხარ არც კაცად და არც პოლიტიკოსად პირდაპირ ეთერში გეუბნები მაგას მე რა ვიცაუბროთ მაგაზე კორექტულად ვისაუბროთ ძალიან გთხოვთ ეხლა გავაგზავნოთ არა ვერ ვესაუბრებ კორექტულად ადამიანს რომელიც ამ წუთში მადანაშაულებს გაღიზიანება ერთი წამი რა თქმა უნდა რეალობა სიმართლე არის ძალიან რთული და მწარე კარგი გაჩვენდით ეხლა მაგრამ ესეთი შეურაცხყოფები თუ შეიძლება მე ვცდილობ რა შეეხება იმას რაზეც თქვენ ვისაუბრეთ პატივი და არ გადავიდე შეურაცხყოფაზე მიუხედავად იმისა რომ ვერც ფიქრობ რა არის სამართლე ამის იქით რასაც გეუბნებით აბსოლუტურ სისულელეს როგორც იურისტი ასევე და როგორც პოლიტიკოსი აზრზე არ ახართ არც ერთ მიმართულებით პირდაპირ გეუბნებით ხა რა შეეხება დანარჩენ ჩვეულებრივად გაფუჭებული ხართ რა აი გაგაფუჭათ ბიძინა ივანიშვილმა დასაწყისშივე თქვენი კარიერის როგორც იურისტი ვერ შედეგით როგორც პოლიტიკოსი უკვე ვერ შედეგით რა შეეხება კარგი ეხლა სადამდე ვისმინოთ ეხლა ეს რაღაცა ტელევიზიის დირექტორი ხარ და ჟურნალისტებად ეძებ თავ და მე ვცდილობ მაყურებელს პატივი და ასეთ რაღაცებს მიჩვეული არავინ არ არის მიუხედავად იმისა რომ თქვენ გელაპარაკებით რამდენიც არ უნდა ილაპარაკოთ ეს ტელეკომპანია იმედი არ არის და თუ შეიძლება როცა სიმართლეს მოისმენთ ესეთ გამოგტომებს თავი დაასრულებ მე გეუბნები ასეთი რაღაცა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისათვის ასეთი შეურაცხყოფის მიყენება არ შეიძლება თქვენ ისმენთ სიმართლეს თქვენ ამ დროს ხშირად ჩვევიათ თუ შეიძლება ერთი წამი ხშირად ჩვევიათ ხოლმე რომ თქვენ როგორ ბედავთ საერთოდ არ არის ეს სწორი მაგრამ თქვენ ვერ უნდა ბედავდეთ ესე ჩემთან გასაგები გამოდიხარ და დინარაძეს თუ სხვას დამელოდეთ ერთი წუთი მოგასმენინებთ ეს არის გასაგები ერთი წამი თუ შეიძლება ესეთი რაღაცა არ შეიძლება არც ერთი წამი გაჩვენდით ახლა და მე გავაგრძელებ მაყურებლისათვის გაჩვენდით შეიძლება მე რა უნდა გავაკეთოთ გაჩვენდით თუ არ გინდათ გადით ეთერიდან არ გინდათ გადით ეთერიდან ვინ გაძალებთ კაცო პასუხის გაცემა არ გინდათ მე მათი თხოვნა ორივესთან რა ვიყოთ კორექტულები და მოგავარდოთ ერთმანეთს ავტო ეთერი ძალიან არა შეიძლება მაქსიმალურად კორექტულები ვიყოთ ამ გადაცემაში და მოუსწრეთ ეს არის დაბოლოებული იმისა ვაცალოთ ერთმანეთს ეს არის იმისი დადასტურება რა უნდა მამხილოთ ახლა თქვენ ორუჯრედიანი ხართ ჩვეულებრივი ორჯერ ორი არ გესვით იურისპრუდენციაში თქვენ რა უნდა მოგდელობა ახლა არ შეიძლება გადით ეთერიდან რომ მოგწონთ გადით ეთერიდან გაღიზიანებული სიმართლე გამბძანდით თქვენი ტელევიზიის დირექტორი და მომეცი საშუალება რომ ჩემი პოზიცია დავაფიქსირო გავაგზელოთ ახლა რაც შეეხება ხთამის მიცემას ჯერთი ბოდო არის სრული არავითარი შეთავაზება არ ყოფილა ეს არავის არ დაუდასტურებია თქვენ დაადასტურეთ ავთენტურობა არ დავადასტურეთ
დადასტურებია ბატონ ჩემ. ესეც კი არის. არასწორად გახსოვს ყველას? არასწორად გახსოვთ თქვენ. ეხლა რაც შეეხება ავთენტურობის დადასტურებას, მე დავადასტურე რომ ეს არის ჩემი ჩაწერილი და ჩემი ხმა არის იქ. მე არ დამიდასტურებია რომ ეს საუბარი არის ავთენტური, ეს საუბარი არის დამონტაჟებული. აბა რას ნიშნავს ხმა არის ჩემი რას ნიშნავს? ეს საუბარი არის დამონტაჟებული, მე ეს ჩვენება მივეცი პროკურატურასაც, მე მოუყევი დეტალურად რას ეხებოდა იმ ფულზე საუბარი და ვისთან იყო ეს დაკავშირებული, ეს არ იყო აბსოლუტურად, მე არ ვესაუბრები მამუკა ახვლედიანს ამ დროს, ვესაუბრები სხვა ადამიანს, ვესაუბრები აბსოლუტურად სხვა თემაზე, ეს არის დაჭრილი საუბარი, მტკიცებულებებზე რო ლაპარაკობთ. რომელ მტკიცებულებებზე ლაპარაკობთ? პროკურატურამ დაადასტურა ეს მტკიცებულებები. თქვენ რა იცით რომ მტკიცებულებები არსებობს მამუკა ახვლედიანის საქმეში? რომელი მტკიცებულება გაქვთ? იმაზე ვლაპარაკობთ, რაც იყო მტკიცებულება ამ რაც ვლაპარაკებ პირდაპირ ეთერში. იურისტი ხარ თუ მცოველი? ვინა იურისტი ხარ თუ მცოველი? თავად დაადასტურეთ. იურისტი ხარ თუ მცოველი? დავანებოთ რათა შეძლებს დაგვარად ვითმენდა, ეხლა რა გავაკეთოთ? ადამიანები ვართ ყველა. არ მოითმინეთ. ეს გინდა თქვენ რომ არ მოვითმენოთ, იმიტომ ვითმენ რომ მაყურებელს პატივს ჩვენი ოჯახის წევრებს მთელი საქართველოს მოსახლეობას. ჩვენი სამშობლოს და ჩვენი თქვენ რა პასუხს გეკუთვნით? არ ეკუთვნის საზოგადოებას და რა გავაკეთოთ? თქვენ რა პასუხს აქ არის დაპირისპირება ინტერესების. თქვენ რაც გეკუთვნით? ეხლა რაც შეეხება ბატონი მამუკა ახვლედიანი. თუმცა დიდი სურვილი აქვს ბატონი ის გითხრათ რაც გეკუთვნით. მადლობთ. კი, გასაგებია, თქვენ გაამართლეთ უკვე ის ადამიანები, ვინც ილაპარაკა. თქვენი ადგილი ძალიან საქმეზე ვილაპარაკოთ და ერთმანეთის შეურაცხყოფის გარშე რა. ეხლა რაც შეეხება კურიერი ეს ბოლოს და მართლა უადგილოა აქ ეხლა ბატონი ახვლედიანი საქმეზე ვილაპარაკოთ. ბატონო ნიკო, თქვენ გთხოვთ, ბატონო მამუკა თქვენ გთხოვთ. აცალეთ ერთმანეთს, მოისმინეთ ერთმანეთის ბრალდებები და პოზიცია და გაეცეთ ერთმანეთს ახვლედიანთან. ცალ-ცალკე არაერთად დაკავშირებით საუბარი, მხოლოდ ამიტომ ჩავეჭერი ამ შეიძლება დააწყნარეთ, ვერ მშვიდდება. გავიგეთ, ბატონო მამუკა, თქვენ სულელებას სასულელე ლაპარაკობთ, ეს გავიგეთ, მაგრამ უკვე იმდენი სისულელე ილაპარაკეთ, აღარ გიშველით ეგ. გავიგე ხამ შეურაცხყოფა. ბატონი ახვლედიანი, ბატონი ახვლედიანი. საზოგადოების პატივისცემით არ გცემთ პასუხს და ნუ გაიმეორებ. გავიგეთ, რომ არ გცემთ პასუხს. მე მგონია რომ ვერ მცემთ. გავიგე რომ საზოგადოების გამო არ მცემთ. მე არ მჯერა ამის, მაგრამ გავიგეთ. რაც შეეხება ბატონ ახვლედიანთან დაკავშირებით, არავით არის მტკიცებულება. ჩემი მის მიმართ შეთავაზების არ არსებობს ერთი.